თავატარებინოთ ეს არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასის ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით შვენივრად ჩაატარებენ. ტელეფონიდან ლოტოტრონამდე ოპოზიციური იდეების მარათონში მურმან დუმბაძე დაწინაურდა. დუმბაძემ ცესკოს უნდობლობა გამოუცხადა და საარჩევნო პროცესი ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილ უფროს კლასელებს ანდო. მოგვიანებით კი დაფიქრდა და საკითხის სერიოზულობის გათვალისწინებით პროცესში სტუდენტებიც ჩართო. ნეიტრალური იქნება პირველი კურსელი, მეორე კურსელი, მე-12 კლასელი, ახალგაზრდა გოგო მიიყვანე, ამაყი, ძლიერი გოგო, ვიღაცა მალაყმაძე, ვიღაცა XY-შვილი. თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეებს და თავისუფალ მოქალაქეებს მე ვხედავ ჩვენს მომავალთაობაში. დუმბაძე, რომელიც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შემომხაზველებს მარჯვენა ხელის გახმობას უქადდა, ახლა ნდობის ფსონს ლოტოტრონს ზედებს, თუმცა მისი დატრიალების იდეამ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვერ მოიპოვა. საარჩევნო თამაშები ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის არა სერიოზულია. ცალკეული პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებში შეიძლება ზოგიერთს თქვა ვიზიარებდე, ზოგიერთს არ ვიზიარებდე, ამიტომ ჩემი შეფასება ნაკლებად ჭირდება. ბანკოს თამაშზე არ გადავლენ იმედი, ძალიან დიდი იმედია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტია, რომელებაც პირველივე დღიდან განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს. მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის საარჩევნო ფანტაზია მჩხიბავებამდე მაინც არ დავა. დუმბაძის იდეას სერიოზულად ვერც ქართულ ოცნებაში განიხილავენ. მმართველ პარტიაში დღეს პაატა ბურჭულაძეც მოიკითხეს. ის აწავიდა ის ბურჭულაძე გადაიფიქრა მობილურით რომ არჩევნებს გვიტარებს. სტადიონზე ოღონდ უნდა დაუქირავოთ ჩვენ. არის მაგას ფულს ვაგროვებთ ახლა რომ პაიჭაძის სტადიონი დაუქირავოთ, შემდეგ მობილურები დასატენებიც უნდა იმას ვქნათ, ვიღაც შეიძლება გამოერთოს და ვერ მიიღოს მონაწილეობა და ეს ხო ანგარიშიც სხვა შორის ანგარიშიც უნდა კონდეს SMS-ის გასაგზავნ. ეხლა გამოუჩნდა კონკურენტი მე-10, მე-11 კლასელებიო, დავასაქმოთო. მე მგონი მე-12-ს დაამატა, ხო? დავასაქმოთო, რომ ლოტოტრონი კომისიაში ვიყავს არის სკოლის დირექტორები ეკოლება ალბათ. ალბათ. მე არ ვიცი ამ მშობლების საბჭო. აი, გიჟების დოღია რა. დუმბაძეს ლოტოტრონი უნდა. კიდევ ვიღაც გამოჩნდება და არ ვიცი მე რაღაც სხვა ლატარეას შემოგთავაზებს შეიძლება იმისთვის რომ არჩევნები ჩავატაროთ. სხვამ შეიძლება მჩხიბავები მოიყვანოს და ვიცი, ყავაზე მკითხაობით გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა. არიან ახლა ამათ სერიოზული პასუხის გაცემა წარმოუდგენელია. ხანდახან მართლა მიჩნდება ხოლმე განცდა რომ ჩვენ არ გვაქვს რასულ ადამიანებთან შეხება. აი ეს რაღაც ერთი თამაშიდან მეორე თამაშამდე ცდილობენ რომ დრო გაატარონ, მაგრამ ჩანს რომ ამით რეალურად თამაშობენ ადამიანების ბედით. საარჩევნოს გამიჯნულები იდეების მარათონში აღმოჩნდნენ. ბურჭულაძე ნდობას ტექნოლოგიებს და ტელეფონს უცხადებს. დუმბაძე კი მიიჩნევს, რომ ხმებს უფროს კლასელები უკეთ დაითვლიან. თუმცა ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ირჩევს. ქვეყანაში უკვე მეორედ შემოდგომაზე ხმებს ხმის მთვლელი აპარატები დაითვლიან.